ეს ვიდეო ეძღვნება ჩვენ საიტზე განმარტებით განაცხადის შევსებას. შევდივართ gadget-ზე. ვირჩევთ პროდუქტებს. შეგვიძლია თუ მომხმარებელს სურს რაღაც ნივთის ღირებულების, მაგალითად 350 ლარის და უცებ გვინდა რომ შევასვათ განაცხადი და გვეჩქარება, შეგვიძლია აღვნიშნოთ აი ესე ორი სიტყვაზე ნივთი ან სამი და ჯამურად დაგვიწერს სისტემა რამდენის არის. შემდეგ გადავდივართ შეძენაზე. აქ ვავსებთ მომხმარებლის ინფორმაციას, მაგალითად ნაილა გელაშვილი ეს ინფორმაცია არის პირობითი და არაფერი კავშირში არ არის კონკრეტულ ინდივიდთან. აქ ვწერთ მომხმარებლის ნომერს. აქ ვწერთ კლიენტის მეილს ან ჩვენ მეილს, არ აქვს მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში info@gadget.com-ში. აქ ვწერთ კლიენტის პირად ნომერს 1-2-3-4-5-6-7-8-9-10. და აქ ვირჩევთ რა მეთოდით სურს კლიენტის განმარტების შევსება. განმარტება საქართველოს ბანკის ან კრედიტ ბანკის განმარტება. შემდეგ ვაჭერთ, მე გავეცანი და ვითანხმებით საიტის წესებს და პირობებს. ეს არის ფილიალში გამოყრული წესები და პირობების ელექტრონული ვერსია, სადაც თანხმობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა. შემდეგ აუცილებლად უთითებთ, რომ საწყობიდან გაიტანა და კომენტარში ვწერეთ, რომ გაქვს დინამოს ფილიალიდან ან კონკრეტული იმ ფილიალიდან, საიდანაც გაქვს. ამ შემთხვევაში მარტივი იყოს შევავსოთ საქართველოს ბანკის განმარტება, ავირჩევთ თვეებს, შემდეგ ვაჭერთ proceed to BOG და გადავა საქართველოს ბანკის განმარტების გვერდზე. საიდანაც ძალიან მარტივად, ანუ აქ ვიღებთ სრულ თანხას განაწილებას სურს თუ არა კლიენტს, თუ სურს მაშინ ვაჭერთ კი, თუ არა და კონკრეტულად ვაჭერთ ამას. შემდეგ ირჩევს რომ რა თანხა სურს რომ მომხმარებელს შემოიჭრას ბრათიდან და რა თანხა სურს რომ განავადოს. შემდეგ გადადიხარ საკრედიტო ისტორიის შემოწმებაზე, შემდეგ შემოსავლების გადახდაზე და შემდეგ დადასტურებაზე და სესხის გააქტიურებაზე. ეს ეტაპებს მე ვერ გავვლი, რადგან ამ შემთხვევაში განმარტება ავტომატურად დამიმტკიცდება. ამიტომ როცა მომხმარებელთან გექნებათ ეს სიტუაცია, თქვენ შეგიძლიათ მიყვეთ ინსტრუქციას, ყველაფერი არის ქართულად, გამართულად და ძალიან მარტივი გასაკეთებელია ეს ყოველივე. სულ ეს იყო, როგორ შევავსოთ განმარტება.